წინა საარჩევნო შეხვედრები გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის ჩუღურეთის რაიონის საპარლამენტო და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა დღეს ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ შეახსენეს. ანდრო ალავიძე კენჭს შუალედურ, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი კი საკრებულოს არჩევნებში იღრეს. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატები მოსახლეობას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დასაქმებას პირდებიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტ ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეზე, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობაც არის ჩართული. შედეგად ავარიულ სახლებში მცხოვრები ათეულობით ოჯახი ბინებს ახლად დაშენებულ კორპუსებში მიიღებს. არის ძალიან ბევრი მიწური დაზარალებული ოჯახი და ბევრი სახლია, რომელიც აღდგენას და გამაგრებას არ ექვემდებარება. ამიტომ ჩვენი მისია მაჟორიტარი დეპუტატების უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოთ ყველა ოჯახს, რომ მოხვდნენ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროექტში და მოიპოვონ სიკეთე, ახალი საცხოვრებელი ბინა, ახალი გარემონტებული ბინა, რომელიც ნამდვილად მისცემს შესაძლებლობას ყველა ოჯახს დაიწყონ ახალი ცხოვრება. 400-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია ამ პროექტის მიხედვით და ეს პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს განაცხადა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და მე მჯერავს ის თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. ალიანსი საქართველოსთვის ნაძალდევისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ფართების დაკანონებას ითხოვენ. გუდამაყრის 2 ნომერში ყოფილ ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი 2008 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ, თუმცა ნევროლოგიის ინსტიტუტში შესახლების შემდეგ მათთვის დროებითი ფართები საკუთრებაში არ დაუკანონებიათ. გამარჯვების შემთხვევაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაზარალებულ მოსახლეობას ფართების დაკანონებასთან ერთად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც პირდებიან. ზე გოგიტა ჯანგეშარაშვილი და ირაკლი ანდღულაძე ნევროლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც შეხვდნენ. ხალხი არის მოტყუებული, აქ ცხოვრობენ, არ წყალი ამათ არ აქვს, შუქი ამათ არ აქვს, სინათლე ამათ პირობები ამათ საერთოდ არ აქვს. მიწისძვრის დროს დაზარალებული ადამიანები არ აქვს, შემოსახლებული ბინები არ აქვს დაკანონებული და ყოველ დღე, ყოველ წამს ატყუებენ ამ ადამიანებს დღეს სხვა ჩვენის მხრიდან ვპირდებით დიდ ყურადღებას ყოველდღიურ ურთიერთობას და ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ეს პრობლემები სრულად აღმოფხვრილი იქნება აუცილებლად. წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა ქრისტიან-დემოკრატების საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიაევსევიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი მოსახლეობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე დასაქმებასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას პირდება. ებიცის ქუჩის ცხოვრებისა საერთოდ სამომრჩევლოს ქრისტიან-დემოკრატები ნატო და ხაზგასი ჩვენ თბილისის საკრებულოში და ყველა სხვა რეგიონის საკრებულოში მოვიდეთ პროფესიონალურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაფიქრი გაანალიზირებული და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე მორგებული სამოქმედო გეგმით, რომელიც გახდება საწინდარი ცხოვრების გაიაფის და მეტი დასაქმებული ადგილის. პრობლემები ხა ბევრია, მაგრამ ამათ პარტიის მჯერავს მე და რა ვიცი, ყოველთვის მომხრე ვიყავი მე ამ პარტიის და დაპირებები ხა რაც თქვა გაბუნია, მე მგონი ყველაფერს შეასრულებენ. ვერისბაღში საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა ვერობის კანდიდატმა გიორგი ლაღიძემაც. გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მოსახლეობას ის კომუნალურ გადასახადებსა და მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურს გაუიაფებს. განცხადება მომავალი საქართველოს მერობის კანდიდატმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ლაღიძე ვერისბაღში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გელად ჩივაძესთან ერთად მივიდა. საუბარი შეეხო საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და დასაქმებასაც. ლაღიძე ამბობს, რომ თბილისელებს სამუშაო ადგილებს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე შეუქმნის. თანხის ტრანსპორტთან დაკავშირებით ისთავად ვერ შევპირდები მოსახლეობას, რომ წყალი იქნება უფასო და კომუნალურ გადასახადებებზე იქნება მიზერული ფასები, თუმცა ფასების დაბალანსება არის შესაძლებელი მოსახლეობის სასარგებლოდ. ჩემი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში აუცილებლად დაუჭერ ყველა იმ პროექტს მხარს, ყველა იმ პროექტის დაფინანსებას მხარს დაუჭერ, რომელიც გამომდინარე იქნება ხალხის ინტერესებიდან. მერობის კანდიდატ თამაზ ვაშაძის პარტიას თბილისში მაჟორიტარობის 5 კანდიდატი ეყოლება. ესენი არიან სოლიდარობის თავმჯდომარე ანზორ აბრალავა და რიგითი წევრები სოლომონ პავლიაშვილი, ოლეგ ზურაბიანი, ნინო ნიშნიანიძე და სოსო სიგუა. სია და საარჩევნო პროგრამა ვაშაძის გუნდმა ჭადრაკის სასახლეში მოწყობილ ყრილობაზე გამოაქვეყნა. გამარჯვების შემთხვევაში სოლიდარობის ლიდერები თბილისელებს ბიუჯეტის ავტონომიურობას, 5 შვილიან ოჯახებს კი საცხოვრებელ ბინებს პირდებიან. აუცილებლად შეიქმნება სამუშაო ადგილები
განვითარება მიეცემა საშუალო და მცირე ბიზნესს, მიეცემა უპროცენტო სესხები, იქნება მშობიარობა უფასოდ, ხუთშვილიან ოჯახს მიეცემა აუცილებლად ბინა საჩუქრის სახით და თბილისი მიიღებს დიდი ბრძოლა დაგჭირდება ამისათვის ამას მივახცევთ ძალიან სწრაფად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. დედაქალაქი უნდა იქცეს ქვეყნის გამთლიანების სიმბოლოდ და როგორც კონრად ადენაუერმა განაცხადა ბუნდესტაგის სხდომაზე თავისი პირველი გამოსვლისას ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ წარსულისა და ნოსტალგიის პარტია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავლის პარტია.